დილამშვიდობისა ყველას. დღეს ქარიყლაპიებთან დაპირისპირების დღე მექნება. ვეცდები კაი ლამაზი კადრები გადავიღო. ჯოხი ისევ და ისევ რა თქმა უნდა ფეივორიტი სკაილაინი. დიდ თევზებთან ჭიდილში ეს ჯოხი მაქვს ხოლმე ნომერ პირველი. ვისაც წინა ვიდეოები ნანახი აქვს, ეცოდინება რის შემძლია. ტესტი აქვს 16-დან 50 გრამამდე. დიდი სატყუარების მარტივად გასატარებლად და დიდი თევზების მარტივად დასამორჩილებლად. დღეს დავიწყებ ესეთი იარის ყანყალით. 20 გრამიანი ყანყალა არის და თავიდან დავიწყებ ასე ახლო დისტანციაზე გადაგდებით. რომ თუ რომელიმე აქ აქტიური თევზი ახლოში დგას, არ დავაფრთხო თავიდან უაზროდ და ჯერ ახლოში მდგომი თევზი დავიჭირო და მერე უკვე გადავიდე დისტანციებზე. მერე უკვე ვოლქერებს და ოპერებსაც გამოვიყენებ. დავიწყებ, აბა აღარ დავკარგავ უცბად დროს. ვარდნაზე მიახტა კი არა შეტევა დაიწყო ვარდნაზე. დიდი ტალღა დაიძრა. თვითონ როგორი არის? თვითონ გაიქცა ეხლა ამ ბალახების გამო? თუ რა ხდება? გაიქცა. პირველი ქარიყლაპია გამექცა აი ესეთი ბალახების გამო. რა კაცო? ესეთი რამე პირველად ნახე რომ ყანყალა გადავაგდე და იმე წამსვე ზედ იყო თევზი. ესეთი რამე кайხანია. კი არა და ყანყალაზე არც მახსოვს ახლა ვოლქერზე ყოფილა ესეთი შემთხვევა რომ ჩამიგდია და იმ წამსვე შეტევა გაუკეთებია ვარდნაზე, მაგრამ ყანყალაზე პირველი შემთხვევაა. ან საკმაოდ კარგი ზომის. კარგი მებრძოლი ქარიყლაპია. აბა მოგწადე. ცა, ველთათმანი. Тут карგი. აბა, როგორი ქარიყლაპია? როგორი ქარიყლაპია ბრძანდება. ესეთი. აჩა. როგორი მომღიმარი სახე აქვს. მიბრძანდი, აბა განაცვლა. ერთი გავათანაბრე ანგარიში. ქარიყლაპიებთან. აცილა. განსაკმაოდ კარგი ტალღა ჰქონდა. აი. გაეშვა? კაი რა. აი, რის გამო გაეშვა ისევ? ეს ბალახები რა. კაი, ისევ ქარიყლაპიები დაწინაურდნენ 2 თეშტს. იდე გაეშვა.
აუ, კაი ზომა. არა, არა, კი, კაი ზომა. ეს შეიძლება. ეს მოდი ავწონოთ. ჭირ დავიჭიროთ, მაგრამ მე ავწონოთ. დაახლოებით ზომისები არიან ხოლმე რო ვიცოდეთ. ჩემი აზრით ეს იქნება სადღაც კილონახევარი. მიყვარს ხო ზომის გაგება. სიგრძეც, მაგრამ ახლა ამის სიგრძე დიდად საინტერესო არ იქნება. აცილებით დიდებიც გვყავს. დაჭერილი. Hoppa. Okay, so. Hey. ესაც ყანყალაზე. კაი, დამიბრუნდა. ჩემი ყანყალა და მე გავისაუბროთ. ცოტა. შეიძლება კილონახევარზე მეტიც იყოს. თუ დაგვაცოტა და ისეთი პატარა. Zombies, სასტური. და ორი წამი თუ არ გაფართხალდები. კილო 740. კილო 740. ჩანს. სადა შვიდობიანად დავშორდეთ. მიბრძანდი შენ სამფლობელოში. გავასწოროთ და აი იქ გამიშების ძირში ჩავსვათ. და ჩავსვით კარი ყლაპიას და მიზდები. აბა. ეს იმაზე ცოტა პატარა. სულ გადამასხა წყალი ფეხებზე. ორი წუთი დამშვიდდები ახლა. თუ ხანზე ქნები მასეთი გაველურებულია ესე მოგზანდი. ერთი ძალიც. იმას ცოტა პატარაა ალბათ 1 კილო 400 მიახლოებით. გავიდა აკრობატიკა. 3-2. ესე. ამზე ისეთი მიმართულებით ამოდის, რომ შეიძლება ცოტა კადრები გამიფუჭოს. მაგრამ რას ვიზავთ? რა ხდება? გამეკცა 3-3. ამ ხელა სამკავები აქვს. და ერთს ვერ მოარტყა პირი. ერთს. კიდევ ერთი მცდელობა.
მედია კადრში ჩანს ეს ყველაფერი მე რამდენი მცდელობაა რომ სატყუარას პირს აცილებს აი როგორც იქნა ნახოთ ერთი ჩვენი ბრუციანი ქარიყლაპი არა მხელა არის ჩვეულებრივი სტანდარტული უზომის არა ცოტა პატარა არის ეს ალბათ კილო შეიძლება ცოტა ნაკლებიც კი იმიტომ ვერ ატყავდა ეტოვრის დიდი სატყუარაა და უჭირდა მოგწანდი ერთი აბა მე რამდენი მცდელობიდან დავიჭი მე რამდენი ეს ბალახი რა კოჩორივით აქვს თავზე გადადებული ასეთი ყოფილა 4-3 აუ საიდან გავარდა ეს ზედაპირული თევზაობა რა ძალიან ლამაზი არის რა ზეგერთი 2 მეტრით თუ მეტი არა გვერდით იდგა სადღაც და გიჟივით გამოვარდა და მიახტა აი მოსდევს კიდე ვახჩე აუ რა კატარეულია ჩემი ეს ამაზე თქვა ძალიან შიოდა ადი ესე მოგწონდი რამსი შორიდან უკეთებდა შეტევას ყოველ ქერზე და პაპერზე ძალიან ლამაზი არის ხოლმე თევზაობა როცა წყალი საშუალებას იძლევა და თხელი წყალია ესე ზედაპირულად თევზაობა ძალიან ლამაზი არის თლიანად თევზი შეტევა ჩანს ხოლმე მაინც ძალიან დიდი არ არის მაგრამ ძალიან აგრესიული კი იყო ასე იქნება 1 კილო 400 ალბათ ვიდეო მოძულდი ეს მეხუთე ესეთი გიჟური შეტევა არც ერთ არ გაუკეთებია ტრაფეინის ზომა არ არის, მაგრამ ილონახევრამდე ზომა არის. ესე რანაირად მოგეთო აბა მან დაიგერი ფერის ყანალაც
მოვაწონეთ მე-6 ქარიყლაბიას. ესე 6-3 მე მგონი ვარ ამერია 6-3 გაქცევა 6 დაჭერა შენ წაღლო საბიასტა ნამკები მოდი შევრიგდეთ პატარა მამა ძაღლი. შვიდი. მოდი აქ. ამბეჯელ გააბუჭა შეტევა, Then little big fish for it. დამშვიდდები მალე დამშვიდობით ერთმანეთს თორე და აკეთე აკრობატული ნახტომები მამას სერჯობია შავი ქარიყლაბია პატარა პატარა ყოფილა როგორც ჩანდა სადაც კილოია ნახე მე გამონდო ეხლა ნაირად ამოედო ახლა ისინი ოპა
ისევ ქარი ყლაპია, მე კიდე ქარი შხალ ყლაპია მინდა. ცოტა საბრძოლო ზონის. საბრძოლო ზონის ქარი შხალ ყლაპია და არა ნიავი ყლაპიები და ქარი ყლაპიები. კარგად კი აუღია გამეტებით. გაღებიდი. და თქვი молодец. წადი და სადმე ქარი შხალყლაპიას დამიძახე რა, ბრატ. Kari შხალყლაპია ესაც არ არის. ერთი და იგივე სხვა არ ვიჭა. მოდი, რა ვიცი, ყველა ერთნაირად როგორ მეჩვენებით. რა ხმებს უშვი. ლამაზად, კარგად. ახონდის. ძალიან ჩამოცხადა. ქარი ყლაპიებსაც აქტიურობა აღარ აქვთ. დადგნენ ახლა სადღაც ბალახში და შეიძლება წვირპირთან ჩამოუდარო სატყუარა, მაგრამ რეაქცია აღარ ქონდეს. ამიტომ დაგემშვიდობებით. კაი გართოლა გამოვიდა. თუ სწორედ დავთვალე, მე მგონი 11 წელი დავიჭირე და 3 თუ 4-იც გაქცევა მქონდა. შეტევებს აღარ ავთვლი. ამ ჯოხის შესაბამისი ქარი შხალყლაპია ვერ დავიჭირე. დღეს მარტო ქარი ყლაპიები იყვნენ. მოვალ შეხვედრამდე აბა. ზარმოდებები ყველას.